ჩეხოსლოვაკია ჩვენი მეზობელი ქვეყანაა. იგი ევროპის ცენტრში მდებარეობს. ჩეხოსლოვაკია სოციალისტური ქვეყანაა. აერთიანებს ისტორიულ მხარეს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს. ამიტომ მისი მოსახლეობა ძირითადად ჩეხებისა და სლოვაკებისაგან შედგება. ბავშვებო, თქვენ იცით, რომ ჩვენი სკოლა ატარებს გამოჩენილი ჩეხი პედაგოგის იანა მოსკოვსკის სახელს. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ურთიერთობა ჩეხ ბავშვებთან. წერილების საშუალებით ეცნობიან თავიანთ მხარეს. ახლა მე მაინტერესებს, თქვენ იცით თუ არა ჩეხოსლოვაკიის შესახებ რაიმე? ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქია პრაღა. აბა კიდევ შეგიძლიათ თქვენ? ჩეხოსლოვაკია არის თაგორიანი სახელმწიფო. აბა ბავშვებო, ხომ იცით რომელი მთები აკრავს მას? მას აკრავს მთები კაჭვრები და სუდეტები. აბა კიდევ? კარპატების ისტორია. რატო განმეორდნენ ბავშვებო ჩეხოსლოვაკიაში? აბა ის არის გასული სოფლიოში. სოფლიოში გასულია ჩეხოსლოვაკია ბროლის წარმოებით. ისტორია. აბა კიდევ? სოფლიოში განთქმულია ჩეხური ლუდი. აბა კიდევ ის არის განთქმული, რა შეგიძლიათ თქვათ? აბა სპორტზე რა შეგიძლიათ თქვათ? აბა მერანი. ჩეხოსლოვაკია ძლიერია ხოკეისტი და საფეხბურთი. აბა ხუთი გასახელები. გაშექ, შინდელს, პაშექს, სტაიანას, რუჟაჩკას, დინას, დოლეჟალის. ჩეხოსლოვაკიის შესახებ იკაპაპამ ყველაფერი იცის. იკაპაპა ირაკლი ყანდარელი გახლავთ, თადარიგის პოდპოლკოვნიკი. არის გორში ასეთი თავისებური საოჯახო მუზეუმი, თავისი შინაარსით უნიკალურიც კი, რომლის ექსპონატები ჩეხოსლოვაკიას საბჭოთა კავშირის მეგობრობის ამსახველი რელიქვიები და დოკუმენტებია. ყოველივე ამას მრავალი წლის განმავლობაში ერთი კაცი უყრიდა თავს. თუმცა თავის პიროვნებაზე იგი თავად მოგახსენებდა. მე ვარ საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი. აფხაზეთის სოფელ ფსხოვუსა და ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის საპატიო მოქალაქე. ამას გარდა ვითვლები საბჭოთა კავშირის ჩეხოსლოვაკიის საზოგადოების საპატიო წევრად. ჩეხოსლოვაკიის საპატიო მეშახტედ, წარმოების მუშაკად. ვარ აგრეთვე საბჭოთა კავშირის ჟურნალისტთა კავშირის წევრი. დიდი სამამულო ომის წლებში მონაწილეობდი ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლებაში. კერძოდ კი ისეთი ქალაქების აღებაში, როგორიცაა ოპავა, ოსტრავა, ოდრი, ოლომუცი და პრაღა. კავკასია და უკრაინა. კარპატები და ჩეხოსლოვაკია. ეს ირაკლი ყანდარელის საბრძოლო გზებია. ეს გზები მოფენილია მეომართა სახელიანი თუ უსახელო საფლავებით. იმ გმირთა შორის ირაკლი ყანდარელის ბევრი ფრონტელი მეგობარიც იყო. და რა გასაკვირია, ყოფილი ჯარისკაცი დღემდე ვერ ივიწყებს მათ წმინდა სახელებს, ვერ ივიწყებს სისხლის ფასად განთავისუფლებულ ჩეხოსლოვაკიას, მის მშვენიერ დედაქალაქს. პრაღა, უпростоრად ოქროს პრაღა, როგორც მას სიყვარულით ეძახიან, ჩეხიის სატახტო ქალაქად ჯერ კიდევ მე-10 საუკუნიდან მოიხსენიება ისტორიულ ანალებში. შუა საუკუნეთა პრაღას წარუშლელი კვალი დააჩნია კარლოს მე-4-მ, რომელსაც სცადდა ისეთი რეზიდენციის შექმნა ევროპის სხვა სატახტო ქალაქებს რომ დაჩრდილავდა. ჩეხური გოთიკის უდიდესმა წარმომადგენელმა პეტრე პარლერჟმა ააგო ქვის ხიდი მდინარეულ ტავაზე, რომელმაც თავისი უჩვეულო მასშტაბებით მთელი იმდროინდელი ევროპა განაცვიფრა. საუკუნეებს გაუძლო კარლოსის ხიდმა, მაგრამ არანაკლებ მტკიცე გამოდგა ის სულიერი ხიდები, ერების ურთიერთობის უცხო ნაპირებს რომ აკავშირებს.
ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია მორავიელი ბერის ალოის კუდელკას მოღვაწეობა, რომელიც აქ ტრეშტის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარეობდა. თავის დროზე მეამბოხე სემინარისტის, შემდგომში კი გამოჩენილი პოლიგლოტის შესახებ მოგვითხრობს პროფესორი ვლადიმირ მაცურა. ალოის კუდელკა მსოფლიოს 27-ენიდან თარგმნიდა. კუდელკას გააჩნია თარგმანები მსოფლიოს ზოგიერთი ნაკლებად ცნობილი ენიდანაც, რითაც მნიშვნელოვან წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. ამათ რიცხვს მიეკუთვნება მისი თარგმანები ქართულიდან. 1915 წელს გამოჩნდა კუდელკას პირველი ჟურნალისტური თარგმანები ქართული ენიდან, რომლებიც ჟურნალ ხმაში დაიბეჭდა. ესენი იყო ალექსანდრე ყაზბეკის ჟურნალისტური პროზა, ეგნატე ნინაშვილის, დუტუ მეგრელის ჟურნალისტური ნაწარმოებები. 1916 წელს პირველი მსოფლიო ომის წინ გამოდის კუდელკას პირველი და ერთადერთი თარგმანი ქართული მხატვრული პროზიდან. ეს იყო აკაკი წერეთლის ბაშიაჩუკი. როდესაც ქართულ-ჩეხურ ურთიერთობებზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება პატივისცემით არ მოვიხსენიოთ იაროსლავ სვატოში, თბილისის ქალთა გიმნაზიის რექტორი. შემდგომში ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის პირველი კონსული როგორც მენშევიკურ, ისე საბჭოთა საქართველოში. იაროსლავ სვატოში მეორე უცხოელ მოღვაწესთან, ლუკეშთან ერთად, საქართველოში ფიზკულტურული მოძრაობის პიონერად გვევლინება. მათ მონაწილეობა მიიღეს ქართული ტანვარჯიშვილის საზოგადოების შევარდენის დაარსებაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწერა ქართული სპორტის ისტორიაში. ეს მშვენიერი ბაღი სვატოშის ეზოს ნაწილია პრაღაში. ბაღი, სადაც ახლა იაროსლავ სვატოშის რძალი გვიწევს მასპინძლობას, ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის დასაწყისში გაუშენებია იაროსლავ сватошს საქართველოდან ჩამოტანილი ხეხილის ნერგებით. Вам хотела сказать, что Алексей муж очень мечтали еще один раз в Грузию попасть, в свой родный город. ამ სიყვარულის დასტურია сватошების ოჯახში უძვირფასეს რელიკვიად დაცული ალბომები საქართველოს იმდროინდელი ყოფის შესახებ. ეს უნიკალური, დღემდე უცნობი ფოტოგრაფიები, რომლებიც იაროსლავ სვატოშს სპეციალურად შეუკვეთია საფრანგეთსა და ჰოლანდიაში, ჩვენს თვალწინ აცოცხლებენ გასული საუკუნის ბოლოსა და ჩვენი საუკუნის დასაწყისის საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენელთა ცხოვრების სურათებს, ტიპაჟს, ადათ-წესებს. ამ საოჯახო არქივის კიდევ ერთი იშვიათი ექსპონატია ძველი საქართველოს ისტორიული რუკები, რომლებიც მე-17 საუკუნის ბოლოს ამსტერდამსა და პარიზშია გამოცემული. ეს რუკები მრავალმხრივ არის საყურადღებო. თავარი კი მაინც ის არის, რომ ისინი თვალნათლივ წარმოგვიდგენენ ძველი საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს. განფენილს ნიკოფსიიდან და რუბანდამდე. დგას სვატოშების სახლი პრაღაში, როგორც ხალხთა სულიერი სიახლოვის ხორცშესხმული სიმბოლო. საბედნიეროდ საქართველოს დღესაც ყავს ჩეხოსლოვაკიაში ჭეშმარიტი მეგობრები. ადამიანები, რომლებიც ამ ორი ქვეყნის დაახლოებისათვის ირწვიან. ასეთ მოღვაწეთა წრეს განეკუთვნება ვაცლავ ჩერნიკი. ამ კადრების შემხედვარი ალბათ იფიქრებთ, რომ გატაცებული ნატურალისტის მეურნეობაში მოხვდით. იფიქრებთ და არ შეცდებით. რადგან ვაცლავის ოჯახში დიდი თუ პატარა, განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს ამ მეურნეობის ბინადრებისადმი. ჩვენი ვიზიტის საგანი კი ამჯერად სულ სხვა იყო. ვაცლავი სრულყოფილად ფლობს ქართულს და შესანიშნავ თარგმანებს აწვდის ჩვენი ლიტერატურით დაინტერესებულ მკითხველს. ეს ინტერესი კი დღითიდღე იზრდება.
რაშიც გარკვეულ როლს თამაშობს ვაცლავ ჩერნის მიერ ამ რამდენიმე წლის წინათ გამოცემული ქართული ენის თვითსასწავლის სახელმძღვანელო. ალბათ დროა მის ავტორსაც მოусმინოთ. იცით, ჩემი აზრით, თარგმნელი არის პირველ რიგში თავისი ეროვნული კულტურის მუშაკი. და მე როცა ვთარგმნი ქართულ ლიტერატურას, ყოველთვის ვთარგმნი იმას, რაც ჩვენში არ არის. ქართული ლიტერატურა ახლა ძალიან განვითარებული, ძალიან თანამედროვე და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ლიტერატურა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, ასევე ყოველთვის ვამბობ, რომ ქართული ლიტერატურა ახლა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არის მსოფლიოში. იმიტომ რომ ქართული ერის გამოცდილება, რომელიც ქართულ ლიტერატურაში არის აღწერილი, ეს არის ერთი პატარა ერის გამოცდილება, რომელიც საინტერესო უნდა იყოს ყველასთვის. და ჩვენც პატარა ერი ვართ და ჩვენც ისეთივე პერიოდი გვაქვს ჩვენც უკან. იცით, ჩვენ სარსულში ისეთივე მდგომარეობაში ვიყავით. მაგრამ ამ ორი ლიტერატურის ურთიერთობა, ეს არის ის, რაც მაინტერესებს ყველაზე მეტად. იცით, ეს მაინტერესებს მე. პირველი ქართველი მწერალი, ვინც ვაცლავ ჩერნი თარგმნა, ვაჟა ფშაველა იყო. ახლა ვაცლავ ჩერნის სანუკვარი მიზანია ჩეხურ ენაზე აახმიანოს რუსთაველი. პრაღა ისეთი ქალაქია, სადაც ყოველ ნაბიჯზე მოგტაცებთ თვალს ღირსშესანიშნაობანი, მისი სიძველის კოლორიტული ატრიბუტები. აი თუნდაც ეს მოედანი, ჩეხი ხალხის ეროვნული გმირის, ჩეხური რეფორმაციის იდეოლოგის იან ჰუსის სახელს რომ ატარებს და მისივე ძეგლი რომ აგვირგვინებს მრავლის თქმელი წარწერით. ტრაგიკული იყო იან ჰუსის ბედი. ორთოდოქსურმა ეკლესიამ იგი კოცონზე დასწვა როგორც ერეტიკოსი. ამავე მოედანზეა პრაღის განთქმული საათი, რომლის რთულ მექანიზმში შეფარული სიმბოლიკა, მისი ფილოსოფიური აზრი ყოველთვის ერთნიშნა ახსნას ვერ პოულობს მნახველებში. მართლაც ბევრი ფიქრის აღმძვრელია ეს უნიკალური საათი, რომელიც ჩვენი ყოფნის ამაოებას, ბედის წერის გარდუალობას შეახსენებს ადამიანებს. ახლა 6 საუკუნით დავშორდეთ იან ჰუსის ხანას და თანამედროვე პრაღას დავუბრუნდეთ. სასიხარულოა თანამემამულეთა ხილვა სამშობლოს გარეთ. მით უმეტეს მაშინ, თუ კი ისინი ასე შორს კეთილშობილურ მიზანს, ცოდნის შეძენის წყვილს წამოუყვანია. ჩვენი ახალი ნაცნობები პრაღის უმაღლესი სასწავლებლების წარჩინებული სტუდენტები გახლავან. პრაღაში მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. ჩვენ საქართველოდან ვართ. მე უკვე ვამთავრებ და აგერ ნანა ჩამოვიდა წელს, კიდევ 4 წელი უნდა ისწავლოს აქ. პრაღის კიდევ ერთი სიურპრიზი ქართველთათვის. რესტორანი თამადა. როდესაც რესტორნის ნათლია მოვიკითხეთ, ყველა მის დირექტორზე მიგვითითა. Во время визита нашей делегации в Грузии нам понравились грузинские ჩვენი დელეგაციის საქართველოში ყოფნისას ძალიან მოგვეწონა თბილისური რესტორნები და გადავწყვიტეთ ასეთი რესტორანი პრაღაშიც გადავხსნათ. გადავწყვიტეთ და გავაკეთეთ კიდეც ძალიან სწრაფად, სულ 30 სამუშაო დღეში. უნდა ითქვას, რომ ეს მოხდა საბჭოთა საელჩოსა და სავაჭრო წარმომადგენლობის მხრიდან დიდი დახმარების შედეგად. ჩვენი მზარეული გაიწაფა ქართული კერძების დამზადებაში. რესტორნის სტუმრები კმაყოფილნი არიან იმით, რომ ჩვენ მათ ვაცნობთ ქართულ სამზარეულოს, თავაზობთ ნაირ სასმელებს, ქართულ ღვინოსა და კონიაკს. ვაზიარებთ ქართული სუფრის კულტურას.
и что мы им ჩვენ მათ აგრეთვე показываем, ვუხსნით, თუ რა არის თამადის ფუნქცია. და თუ ჩვენი რომელიმე სტუმარი გაართმევს თავს ამ ფუნქციას, იგი თამადის დიპლომს ღებულობს იმისათვის, რომ ყველაფერი каргат, ქართულად გააკეთოს. Хорошо исправиться с этой функцией, он получает диплом тамада за то, что он все хорошо по-грузински сделал. რუსთავის მოედანი პატარა ქალაქ ნიშეკში. აქედან იწყება ჩვენი კინომიმოხილვა ჩეხოსლოვაკია-საქართველოს საწარმოო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რაც თანდათან ძლიერდება და ახალ მასშტაბებს იძენს. ქართველმა მეცნიერებმა და სპეციალისტებმა შექმნეს და აქაურ მეტალურგიულ ქარხანაში დაამონტაჟეს იშვიათი ლითონების გამოდნობის ავტომატური მართვის გამოთვლითი ცენტრი. ქართველი და ჩეხოსლოვაკიელი მეტალურგების ერთობლივი ნახელავია ეს მძლავრი მილსაგლინავი დგანი ქალაქ ხომუტოვოში, რომელმაც დიდი ეკონომიკური ეფექტი მოუტანა პარტნიორებს. მათი თანამშრომლობის პერსპექტივებზე მოგვითხრობს რუსთავის სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება ავტომატ მრეწვის გენერალური დირექტორი რევას სიგუა. ამ ამოცანის გადაწყვეტისათვის საჭირო შეიქმნა რამდენიმე გამოგონების განხორციელება. სხვათა შორის ნიშაკის ობიექტზე 10 ლიცენზია იქნა ჩვენსმიერ დაღებული. და ხამტოვის ობიექტზე 9. მთლიანობაში ამ სამუშაოებზე ჩვენ გავყიდეთ 19 ლიცენზია. განსაკუთრებით ნიშაკის ობიექტზე 60 დასახელების სხვადასხვა კომპონენტისაგან უნდა შემდგარიყო 100 დასახელების პროდუქცია. ამ ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო იყო უახლესი გამოთვლითი სამართალი ბანკების გამოყენება და ამდენად ბიჭებს მოუხდა. იმავე ხომუტოვოს ქარხნის მილსაგლინავ საამქროში დანერგილია რუსთაველი სპეციალისტების მიერ შექმნილი ავტომატიზებული სისტემა, რაც გამიზნულია ალუმინის მეორადი გადამუშავებისათვის. ამჟამად სისტემა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს იძლევა ენერგორესურსების ხარჯვის შემცირების მხრივ და წარმოების საერთო კულტურის ამაღლებისათვის. ეს სისტემა დემონსტრირებული იყო რამდენიმე საერთაშორისო გამოფენასა და ბაზრობას. საკმაოდ საინტერესო წინადადები მიიღეთ ჩეხოსლოვაკიის მხრიდან. პირველ რიგში იმ ობიექტებიდან, ვისთან ჩვენ უკვე კავშირი ჰქონდა, მემხედველობაში ხამუტოვო და ნიშეკი. აი ხლა ამ წუთში ჩვენს მიერ დამთავრებულია კონტრაქტის პროექტის მომზადება ხამუტოვოს ობიექტისათვის. პრაქტიკულად ყველა ძირითადი საკითხები შეთანხმებულია და ამჟამად საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციები ფასში თანხმდებიან და ალბათ წლის მეორე ნახევარში ჩვენ ჩავარდა გავაგრძელებთ მუშაობას ხამუტოვოს ობიექტზე. საქართველოს მდიდარია ენერგეტიკული რესურსები. მაგრამ ერთია ბუნებრივი სიმდიდრე, მეორე კი მისი გამოყენება. ამ მხრივ მართლაც ვერ არის საქმე კარგად. თუმცა იყო დრო, როცა ჩვენი მთის ღელეები და მდინარეები მცირე ჰიდროელექტროსადგურების ქსელით იყო მოფენილი. რაც არათუ ზიანს აყენებდა გარემოს, არამედ კიდეც ავსებდა და აუმჯობესებდა მას. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? მოხდა ის, რომ ამ დარგის მესვეური ორგანიზაცია საქსოფლენერგო გააუქმეს და შედეგმაც არ დააყოვნა. მცირე ჰესების თავზე, ხატოვანად რომ ვთქვათ, წისქვილის ქვა დატრიალდა. თქვენს წინა იმ ნაჩქარევი რეფორმის ერთი უნებლიე მსხვერპლი. აი ეთყობა კიდევაც ეთყობა ისევ ახარჯი. აქედან შემოდიოდა წყალი და გესი გვიდგა ამალაგზე. ვამუშავეთ ამ გესა ხოლმე დავიწყეთ ეს გესი სიმალებით 42 წელში. მე რომ სამხედროდან ჩამოვედი, ხუნდა მეტი ქონდა ჩაკრილი მარტო გესი. დანარჩენი არაფერი არ მოგაკეთებია. 46 წელს ჩამოვედი მე სექტემბრის თვეში და ეს კვირის განმავლობაში დამნიშნეს ამისი დირექტორად, ხო. ავაშენით ეს გესი თლათ თლიანად დავხურეთ ყველაფერი გავაკეთეთ თვითონ ჩემი ხელთა და ერთი კაცი მშველოდა სხვა კი არ იყო ხოლმე და ყოლმონობიდან გამოყვამდა ხალხი ამუშავებით ასე იგი ავაშენით ეს გესი 5 ყოლმონობა აშენებდა ამ გესს პატარა ყოლმონობა იყო მაშინ ხო ის ახალი ყოლმონობა ეხება და ყველა სოფელი ცალკე იყო ყოლმონობა ავაშენით ეს გესი მე თბილისიდან ჩამოვიტანით მასალა და გავიყვანეთ სოფლებში ხაზი ისე რომ იმ წელიწადში
46 საბოლოო რიცხვებში 5 კოლმოვნობას მიეჩით შუქი. და შუქი ქონდა ყველა უყოფილად იყვნენ ასე. 56 წელში დაანგრიეს ეს გეში. რო დაანგრევდნენ, ჩამოედი აქა და უთხარი რატომ ანგრევთ? ამაში ფული დაიხარჯა, ამაში შრომა დაიხარჯა და იგო თუ ესათ აღარ გაგვინდა, ის ქვილი მაინც გავაკეთებთ. ვინ კითხავს შენ მაგას იმას? ეხლა ჩვენ ხელში მასალა გვწვდიებოდა დაანგრიეს და ვერაფერი გამივიდა. ვაშკაცო სიტყვას მომბრო, შევლილი გამოყარე თვალებიდან, რომ მანივიდა ტირილი იმიტომ, ჩემი შრომას მენანებოდა, ჩემი შრომას ერი ამაში. და დგანან უქმად ეს ღვთისა და კაცისაგან მიტოვებული სადგურები ძვირად ღირებული უცხოური დანადგარები. დგანან და ელიან. როგორ წყვეტენ ამ პრობლემას ჩეხოსლოვაკიაში? თუმცა რაღაცა გადასაწყვეტი, როცა ასეთი პრობლემა იქ არც კი წამოჭრილა. კვლავაც გამართულად მუშაობენ მცირე ჰესები პატარ-პატარა მდინარეებზე. მათ შორის კერძო ჰესებიც არ წარმოადგენენ იშვიათობას. ალბათ მეგობართა გამოცდილება ჩვენც უნდა გამოვიყენოთ საქმის წამაშეს აბრუნებლად. ჩეკა დე ბლანსკო უძველესი ფირმა, რომელიც მცირე ძალის ტურბინებს ამზადებს. ფირმას შეიძლება დაუკვეთოთ ნებისმიერი, მათ შორის ისეთი მიკროტურბინებიც კი, რომლებსაც ნაკადულებიც კი აამუშავებენ. ეს ზედგამოჭრილია ჩვენი სინამდვილისათვის, რომ მომზადდეს საჭირო ბაზა მცირე ჰესების აღსადგენად და ახალი სადგურების ასაშენებლად. მიღებული იქნა დადგენილება ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკაში მცირე ჰესების არა მარტო დანადგარების, არამედ მათი დამზადების ტექნოლოგიის შესყიდვის თაობაზეც. მაგრამ ჯერჯერობით ხელშეკრულება ისევ ქაღალდზე რჩება. ტურბინების შემოტანა კი დღემდე ჭიანურდება. ამასთან დაკავშირებით ინტერესმოკლებული არ იქნება ჩეხოსლოვაკიური ფირმის ხელმძღვანელის ვლადიმირ კრილის აზრი. ჩვენ ვაწარმოებთ მცირე ჰესების ტურბინებს, რომლებსაც ფართო გამოყენება აქვთ მთის მდინარეებისა და ნაკადულებისათვის, სადაც საჭირო არ არის წყლის დიდი რაოდენობა და ენერგია. ეს ტურბინები 50-დან 60 კილოვატის სიმძლავრისაა. ბლანსკო მთელ მსოფლიოს აწვის ტურბინებს და დიდი სიამოვნებით გააკეთებდა ამას საქართველოს რესპუბლიკისთვისაც, თუ კი იქნება ორმხრივი დაინტერესება. ჩვენი რესპუბლიკის ჰიდროპოტენციალის ამაღლების, მცირე ჰესების აღორძინების პირველი მერცხალი იქნება ჩხოროწყუ ჰესი. სადაც ახლა გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს მისი აღდგენისა და ტექნიკური გადაიარაღებისათვის. ალბათ დროა მის მაგალით ხვებმაც მიბაძო. ამ დარგის თავკაცებმა სიტყვა საქმედ აქციონ და ჩეხოსლოვაკიელ სპეციალისტთა პრაქტიკულ წინადადებასაც გაუწიონ ანგარიში. უდაო ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენი დროის გამწვავებული ეკოლოგიური ვითარება უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. საქართველოში მცხოვრებ ხანდაზმულთა ფენომენი დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გერონტოლოგთა ყურადღების ცენტრში მოექცა. ასეა სხვაგანაც, კერძოდ ჩეხოსლოვაკიაში. გვესაუბრება ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიის განყოფილების გამგე სიმონ დალაქიშვილი. ჩეხოსლოვაკიასთან ერთობრივი სამუშაოები ხორციელდება გერონტოლოგიის ინსტიტუტთან, რომელიც ტერიტორიალურად მდებარეობს ქალაქ მალაცხში. მას ხელმძღვანელობს პროფესორი ბალაში. ერთობრივი სამუშაო პროგრამის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ იგი კომპლექსურ ხასიათს ატარებს და მოიცავს სამედიცინო დემოგრაფიის, გენეტიკის, ბიოქიმიის, ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიის, იმუნოლოგიის და სხვა საკითხებს. აღნიშნული პროგრამით სამუშაოები ხორციელდება როგორც საქართველოში, ისე ჩეხოსლოვაკიაში. მის დამუშავებაში მონაწილეობას იღებენ როგორც ჩეხოსლოვაკიელი მეცნიერები, ასევე ქართველი სპეციალისტებიც. ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ საქართველოში ღირებულების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია სამხრეთ ოსეთისა და ქართლის რეგიონებში, ასევე აფხაზეთისა და სამეგრელოს რაიონებში და განსაკუთრებით საინტერესოა, რომელშიც ვფიქრობთ, რომ მონაწილეობას მიიღებენ სხვა ქვეყნის სპეციალისტები და მათ შორის ჩვენი ჩეხოსლოვაკიელი კოლეგები, არის აჭარაში, შვახევის რაიონში. ჩვენ ბევრი გვსმენია აფხაზთა გრძელებზე, საუკუნე გადაბიჯებულ ხალისიან მოხუცებზე. აჭარა კი ამ მხრივ ნაკლებად ცნობილია. არადა ეს დალოცვილი კუთხე არავის ჩამორჩება ღერძელთა სიმრავლით. მაღალმთიან სოფელ ცხებში 75 წლის ჯეფერ დავითაძე გავიცანით. იგი ერთი მრავალრიცხოვანი ოჯახის თავკაცის მევლუდ დავითაძის უმცროსი შვილია.
აქვე ვიტყვით, რომ უფროსი ვაჟი სოფელში არ დაგვხვდა, სტუმრად იყო წასული. სოფელი თამბაქოს მოყვანითაა ცნობილი და დავითაძეების ოჯახიც დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი ამ საქმეს მისდევს. ახლა კი უფროსი დავითაძეც გავიცნოთ. მე ვლუდი. როგორ გგონიათ, რამდენი წლის იქნება იგი? 140 სვა მტკიცებენ სოფელში. ამ კაცს ღვინო და არაყი გემოთიც არ გაუსინჯავს. თამბაქოს წევას კი 100 წლისამ დაანება თურმე თავი. ესეც ერთი თავსატეხი გერონტოლოგებს. ამ აჭარელი პატრიარქის შთამომავლობამ უკვე 171 სულს მიაღწია. საერთოდ ხანდაზმულთა სიმრავლით ბევრ აქაურ სოფელს შეუძლია მოიწონოს თავი. ცნობილი ფიზიოლოგის ივანე თარხანოვის რწმენით, ბოლოს დაბოლოს დადგება ის დროც, როცა სირცხვილიც კი იქნება ადამიანმა 100 წელზე ნაკლები იცოცხლოს. იქნება აჭარაში დადგა კიდეც ეს დრო. ღერძელობის პრობლემაზე პასუხი მეცნიერებმა უნდა გასცენ, რომელთა შორისაა ახალგაზრდა ჩეხოსლოვაკიელი გერონტოლოგი ფილიპეკი. ურთიერთთანამშრომლობა მალაცკის გერონტოლოგიის ინსტიტუტსა და თბილისის მორფოლოგიის ინსტიტუტს შორის 1985 წლიდან დაიწყო. გასულ წელს შედგა პირველი ერთობლივი ექსპედიცია აფხაზეთში, რომლის მიზანია დღეგრძელობის მაღალინდექსიანი მოსახლეობის კომპლექსური სამედიცინო ბიოლოგიური გამოკვლევა. ასეთი გამოკვლევები ჩვენთანაც ტარდება, რაც საშუალებას მოგვცემს მათემატიკური მეთოდით შევადაროთ ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს მოსახლეობა. ამ კინოკადრებს რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში გადავყავართ. საქვეყნოდაა ცნობილი აქაური გლეხკაცის სიყვარული ვაზისადმი, რომელმაც იცის ზრუნვის და ამაგის დაფასება. ამ ბოლო ხანს რაჭველ მევენახეს ერთი სასიამოვნო საზრუნავით შეემატა მეგობრული კავშირი ბრატისლავის რაჭასთან. ჩვენი ურთიერთობა პირველად დაიწყო ჩვენი ოჯახიდან. გვესურვენ მანილოსნებიც იყო, კაცებიც იყო, კოოპერატივის თავმჯდომარეც იყო. მე კარგად ვიცნობ ფრანტიშესკს და იანს. მათ დაათვალეს ჩვენი კარმინდამოც, ეზო, ყველაფერი და მე ასე ვფიქრობ, კაიკმოყოფილი წევიდნენ ჩვენგან. კაიკმოყოფილი წევიდნენ. მეც ვიყავი სტუმრად იქ. ვიყავი სტუმრად 2 კვირე. ვიარეთ ბევრი რამე კარგი დავათვალეთ ქალაქების. მეტი მაინტერესებდა სოფლები უკვე. როგორც მეურნეობის მისდევარ მე. ასეთია დღეს ბრატის რაჭა. ამ მრავალდარგოვან მეურნეობაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი მევენახეობას უკავია, რომლის ძირითად ბაზას ქართული ვაზის ჯიშები წარმოადგენენ. მეურნეობის დირექტორი იან ფრანტიშეკი და მისი კოლეგები ზრუნვას არაკლებენ ამ შედარებით ახალი დარგის განვითარებას. მეურნეობის სამუზეუმო კუთხეში დაცულია სუვენირები, ქართული ვაზის ჯიშების ნიმუშები და ჩვენებული სასმისები. თუ ბრატისლავის რაჭის ღვინის ქარხანასაც ეწვევით, თვალნათლივ დარწმუნდებით, რომ მაღალხარისხოვანი ღვინის დასაყენებლად ერთ-ერთ ძირითად ნედლეულს ჩვენი რაჭული ალექსანდროულიც წარმოადგენს. ჩეხური ლუდისა არ იყოს, ქართულმა ღვინომაც კარგა ხანია მოიხვეჭა დამსახურებული ავტორიტეტის საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი გარემომცველი სამყაროს დაცვა დღეს უპირველესი პრობლემაა, სადაც ყველაზე მეტად უნდა გამოიკვეთოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა საერთო ზრუნვა და ძალისხმევა. ამ მხრივ საყურადღებოა ჩეხოსლოვაკიის ქალაქ ზვოლენის სატყეო მეურნეობის ინსტიტუტისა და თბილისის გულისაშვილის სახელობის სამთო-მეტყევეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობა. ქართველ და ჩეხოსლოვაკიელ მეტყევეთა საერთო ღონისძიებებს ეხება აკადემიკოსი გიორგი გიგაური. გულისაშვილის სახელობის სამთო-მეტყევეობის ინსტიტუტსა და სლოვაკიის სათვალმეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შორის სამეცნიერო კვლევითი ურთიერთთანამშრომლობა დიდი ხნის ისტორია აქვს, შეიძლება ითქვას.
ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი თემა არის ტყეების დაცვა მამლებელ ხალხობიდან და ისეთი რადიკალური, ეფექტური ბიოლოგიური მეთოდების შემუშავება, რომლებიც დღევანდელ სიტუაციაში გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ბუნების დაბინძურების თავიდან ამცილებას. ეკოლოგიის ძირითად საკითხებზე ჩეხოსლოვაკიაში არაერთი სამეცნიერო დაწესებულება მუშაობს, რომლებსაც გარკვეული წარმატებები გააჩნიათ ბუნების დაცვის ამ საშვილიშვილო საქმეში. უნდა ითქვას, რომ ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხელოვნური მწვანე ზონების შექმნას სამრეწველო ობიექტების ირგვლივ, რაც ხელს უწყობს ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას. მიუხედავად ამისა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, როგორც იქ ჩეხოსლოვაკიაში, ისე ჩვენთანაც საქართველოში. თუნდაც ბორჯომის ამ განთქმულ ტყეებში. დაისახა ერთიანი პროგრამა. ამ ვრცელი პროგრამის ერთი დეტალია ქართველი სპეციალისტების მიერ შექმნილი ისეთი მარტივი ტიპის ფერომონული მწერსაჭერები, რაც კარგი საშუალებაა მთის ტყიანი მასივების მავნებლებისაგან დასაცავად. სხვათა შორის იგი ჩეხოსლოვაკიის მწვანე ოაზისების აუცილებელი ატრიბუტიც გახდა და მას მაღალ შეფასებას აძლევენ იქაური მეტყევეები. საქართველოს სოციალისტური ინტეგრაციის კომპლექსურ პროგრამაში გარკვეული ადგილი უჭირავს ჩვენს თანამშრომლობას ჩეხოსლოვაკიის ისეთ ფირმებთან, როგორიცაა დრევოუნია, კოლიბა, გრილი, ფლორა და სხვები. ეს თანამშრომლობა ძირითადად ასეთი კოხტა და მოხერხებული, სწრაფსაშენებელი ხის სახლების წარმოებაში გამოიხატება. ორივე მხარისათვის ძალზე სასარგებლო ურთიერთობას კომენტარს უკეთებს დრევოუნიას გენერალური დირექტორი ირჟი ირავა. საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლებთან კონტაქტები 2 წლის წინათ დავამყარეთ. მათ დიდი ინტერესი გამოამჟღავნეს ხის სახლების ან ხის საშენებელი მასალის შესყიდვის მიმართ. მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს ურთიერთობათა რაიმე რეალურ ბაზაზე დაყრდნობით. ამჟამად საქართველოსათვის უკვე მიწოდებული გვაქვს 600,000 მანეთის ღირებულების 106 ხის სახლი, რომლის ნაწილი გამიზნულია დასვენებისათვის, ნაწილი კი გამოიყენება სტიქიური უბედურების შემთხვევაში. სვანეთის მაღალმთიან სოფლებში უკვე სიახლეს აღარ წარმოადგენს ჩეხური წარმოების კოტეჯები, ასე ორგანულად რომ ჩაიწერენ აქაურ პეიზაჟში. მაგრამ ეს როდი იყო მათი მთავარი დანიშნულება? ამ სახლებმა პირველი თავშესაფარი მისცეს 1997 წლის ზამთარში. სტიქიური უბედურებისგან დაზარალებული სვანეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს. მობინადრეები კარგად გრძნობენ თავს ამ კოტეჯებში. უკვე მეხუთე წელია, რაც ჩეხოსლოვაკიის ეროვნული დაწესებულება ბარვი ლაკი პირდაპირ საწარმოო და სამეცნიერო ტექნიკური ურთიერთობითაა დაკავშირებული თბილისის საწარმოო გაერთიანება თეთრონთან. ასეთი შეთანხმება პარტნიორებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად გადაწყვეტონ თანამშრომლობის საკითხები. ამ ცნობილი ჩეხური ფირმის საქმიანობა მაღალი საწარმოო კულტურით გამოირჩევა. ფირმის საამქროებში დამზადებული ქიმიური ნედლეული სათანადო შეფუთვა მარკირების შემდეგ ჩვენთან საქართველოშიც იგზავნება. ეს ნედლეული წარმოადგენს ძირითად მასალას სხვადასხვა სახის ლაქს აღებავების საწარმოებლად. ამ ერთობლივი წარმოების პირველი და უმთავრესი პროდუქციაა ლაკი ლუქსოლი, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ყოველნაირი ხის ნაწარმის ზედაპირის როგორც გარე, ისე შიდა დეკორატიული დამუშავებისათვის. გახშირდა ჩეხოსლოვაკიელ სპეციალისტთა საქმიანი ვიზიტები გაერთიანება თეთრონში. ერთობლივმა წამოწყებამ ურთიერთსასარგებლო შედეგი გამოიღო. ორივე დაინტერესებული მხარის წარმომადგენლებმა
უკვე დასახეს კონკრეტული სამუშაო პროგრამა შემდგომი წლებისათვის. საქმე რა თქმა უნდა უმთავრესია, მაგრამ არც თუ მართლმსაჯულების ტრადიციებს ეთქმის უარი. ზღვას სილამაზისა და სიამოვნების გარდა უამრავი საზრუნავიც მოაქვს. მათ შორის უმწვავესი მაინც ნაპირგამაგრების პრობლემა გახლავთ. წლების განმავლობაში ზღვის ეკოლოგიური ბალანსის დარღვევამ კატასტროფის პირამდე მიიყვანა ჩვენი შავი ზღვის სანაპირო. დაშვებული შეცდომების გასასწორებლად ახლა ძვირფას დროსთან ერთად დიდძალი მატერიალური სახსრებიც იხარჯება. შეიძლება ითქვას, რომ საქმეს ცდას არ აკლებენ აქ მომუშავე სამეცნიერო ექსპედიციები, რომელთა განკარგულებაშია სპეციალური დანიშნულების ხომალდი ვახუშტი ბაგრატიონი და წყალქვეშა ნავი ბენტოსი, რომელიც ზღვის სანაპიროს ფსკერის მდგომარეობას შეისწავლის. არის კიდეც გარკვეული შედეგები, რაც სანაპიროსაც დაეტყო, მაგრამ ეს მხოლოდ წვეთია ზღვაში. ნაპირგამაგრების პრობლემებზე თავის აზრს გვიზიარებს პარტიის ფოთის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი პეტრე ბერაია. ეს სამუშაოები უფრო ეფექტურად წარიმართება იმ საკითხების გადაწყვეტის შემდეგ, რომელსაც ახლა და სადღეისოდ საკნაპირ დაცვის ხელმძღვანელები ამყარებენ ჩეხოსლოვაკიელ კოლეგებთან. მე მხედველობაში მაქვს უნივერსალური ლაბორატორიების შეძენა, ჩამოტანა და ადგილზე მისი დადგმა. როგორც ითქვა, თავიანთ სამსახურს გვთავაზობენ უნივერსალური საველე ლაბორატორიის, ეგრეთ წოდებული უნილაბის შემქმნელი ფირმა კოვოს სპეციალისტები, რომელთა სახელით მოგმართავს ინჟინერი იაროსლავ ნოიმანი. ჩეხოსლოვაკიისათვის არ წარმოადგენს რაიმე პრობლემას საჭირო რაოდენობის ლაბორატორიების მიწოდება. თუ კი დაიდება სათანადო ხელშეკრულება აღნიშნული სამუშაო შესასრულებლად. ლაბორატორიების მონტაჟი პრაქტიკულად 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობს მას შემდეგ, როცა პროდუქცია დანიშნულების ადგილზე ჩავა. 1999 წლის 2 თვის განმავლობაშიც კი შეგვიძლია მოგაწოდოთ საჭირო რაოდენობის ლაბორატორიების კომპლექტები. მათი საშუალებით აზერბაიჯანში წარმატებით იქნა გადაჭრილი აგროქიმიური პრობლემა. ვიმეორებ, ლაბორატორიების დადებითი თვისება იმაში მდგომარეობს, რომ ადგილზე მათი მიწოდების დღიდან მონტაჟი მხოლოდ 10 დღის მანძილზე გრძელდება. ეს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია მართლაც უნივერსალური შესაძლებლობისაა. რაც შეიძლება ითქვას გაჭირვების ტალკვესად მოევლინებოდა ბევრი ტექნიკური პრობლემის გადაწყვეტის საქმეს. უნილაბი დიდად შეუწყობდა ხელს ჩვენი შავი ზღვის სანაპიროს დაცვის სამუშაოების კომპლექსურად წარმართვას. მაგრამ მიღწეული შეთანხმება სხვადასხვა მიზეზების გამო ისევ და ისევ ირღვევა. ლაბორატორია ადგილიდან არ იძვრის. ზღვა კი პირიქით ობოქრობს და წალეკვით ემუქრება სანაპიროს. ახლა ძნელიც კია ჩვენი მთიანი პეიზაჟების წარმოდგენა საბაგირო გზების გარეშე. ტრანსპორტის ამ მშვენიერ სახეობას გარეგნული ეფექტის გარდა დიდი პრაქტიკული სარგებლობა მოაქვს. საბაგირო კიდული გზები ხელს უწყობს მაღალმთიანი კურორტების, სპორტის ამა თუ იმ სახეობის, ტურისტული და ალპინისტური ბაზების განვითარებას, სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის აღმავლობას. ამიტომაც არის, რომ ჩეხოსლოვაკია საქართველოს ეკონომიკური და სამეცნიერო ტექნიკური თანამშრომლობის გრძელვადიან პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ამ სახის პროდუქციის ერთობლივ წარმოებას. ფირმა ტატრა პომა, რომელიც ჩეხოსლოვაკიის ტატრებში მდებარე ქალაქ კეჟმაროკშია, ჩვენი შეკვეთით ამზადებს და ადგილზევე ამონტაჟებს საბუქსირო, სავარძლიანი თუ გონდოლის ტიპის საბაგირო გზების მოწყობილობას, ცხრაწყაროს, გუდაურის, ბაკურიანის და სხვა მაღალმთიანი კურორტებისათვის. გაწეული სამუშაოს თაობაზე თავის აზრს გვიზიარებს ტატრაპომას გენერალური დირექტორი იან ჰუსაკი. საბჭოთა კავშირსა და ჩეხოსლოვაკიას შორის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის საფუძველზე დადებულია ხელშეკრულება. ჩვენმა ფირმამ
ასეთივე ხელშეკრულება გააფორმა საწარმოსთან, რომელიც მხოლოდ მთის სატრანსპორტო მოწყობილობების დამზადებით არის ცნობილი. 1982 წელს დადებული კონტრაქტის თანახმად, მოთხილამურეთა საბაგირო ამწე უნდა მიგვეწოდებინა ბაკურიანისათვის. მომდევნო წელს ეს მოწყობილობა მიწოდებული იქნა, ხოლო კიდევ ერთი წლის შემდეგ საბაგირო გზა მთლიანად ჩადგა მწყობრში. ფართო საგარეო ურთიერთობათა უწყვეტ ციკლში მედიცინის მუშაკებიც არიან ჩართულნი. ამ დარგის სპეციალისტ და უშუალო კონტაქტებზე საუბრობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სოზარ ჩხენკელი. ჩვენი თანამშრომლობა სლოვაკ ნეიროქირურგებთან, კერძოდ სლოვაკიის ბიონიკის სამეცნიერო ბიონიკის ინსტიტუტთან და უნივერსიტეტის კომენსკის უნივერსიტეტის ნეიროქირურგიულ კლინიკასთან უკვე 10 წელიწადია წარმოებს. ამ პერიოდში ჩვენ შევისწავლეთ ესეთი სერიოზული პრობლემები, როგორც საფეთქლის ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობა, ეპილეფსიის დიაგნოსტიკა, ეპილეფსიის დიფერენცირებული ქირურგიული მკურნალობა. შედეგები ამ ჩვენი თანამშრომლობის დანერგილია როგორც სლოვაკიაში, ასევე საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში და რა თქმა უნდა ჩვენთან საქართველოში. ეხლა 76 წლიდან უკვე ჩვენ ვსწავლობთ ახალ პრობლემებს, კერძოდ 3 პრობლემას. გენერალიზებული ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობის საკითხებს, თავის ტვინში ღრმად მდებარე სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობის საკითხს და ცენტრალური ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადებების დროს ტვინის ფუნქციების შენაცვლების პრობლემას, რომელსაც ვაწარმოებთ სპეციალური ნეიროსტიმულატორების საშუალებით. ქალაქი ოლომოუცი ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკაში მყუდრო და კოხტა ევროპული ქალაქია. ამ 15 წლის წინათ ჩეხი და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი პროექტით ყვავილების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზაციის ფლორა ოლომოუცის პარკში მოეწყო ეგრეთ წოდებული ქართული ბაღი. აქ წარმოდგენილი საქართველოს და კავკასიის ფლორის საინტერესო ენდემური სახეობები თბილისის ბოტანიკური ბაღიდანაა ჩამოტანილი. ქართული ბაღი ოლომოუცის ნამდვილ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან აქაურებმა იციან ნამდვილი სილამაზის ფასი, იციან ამ მშვენიერი ქმნილებების, ყვავილების ჭეშმარიტი სიყვარული. ეს თბილისელი ინჟინრის ალეკო კაკულიას ბინა გახლავთ. ამ ბინაში თეთრი ღამეები იშვიათობა როდია. Nedavno mobilizovani hlapci ბატონი ალეკო წლების მანძილზე გატაცებით თარგმნის ჩეხოსლოვაკიის მწერლობის საუკეთესო ნიმუშებს. Mobilizovani ჭაბუკები ქართველი მკითხველი მალე მიიღებს თბილისელი მშენებლის ამ ლიტერატურულ ნობათსაც, რაც კიდევ ერთ ფურცელს შემატებს ჩვენი ხალხის მეგობრობის მატიანეს. Stali po obou stranách vozu a tvářili se odhodláne. Stali po obou stranách vozu a tvářili.